დამატებითი სამუშაო ადგილებია. მომავალი წლიდან საქართველოს ეგრეთ წოდებული პროგრამული ბიუჯეტი ექნება. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კონტროლის პალატის, ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტის წევრები მსჯელობდნენ. ექსპერტული სემინარი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილი სპეციალური ჯგუფის და კონტროლის პალატის ორგანიზებით ჩატარდა. პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც 2012 წლიდან დაენერგება, ყველა ხარჯის დეტალურ გაშიფრვას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას გულისხმობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული რეფორმა, რაც გატარებულა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსებში. ვინაიდან ასეთნაირად გადაწყობილი ბიუჯეტი უკვე რეალურად ხდება წაკითხვადი ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან. თუ აქამდე მასში იყო ძალიან ბევრი ციფრები და ძალიან ბევრი ტერმინოლოგია, ახლა ეს უკვე ხდება გასაგები. აი მარტივად რო გითხრათ, მაგალითად თუ რაიმე შენდება, ის კონკრეტულად მას უნდა მოყვეს შეფასების ინდიკატორი, თუ ვისთვის შენდება, კონკრეტულად ვის წაადგება. თანხები უფრო უნდა დაიხარჯოს, უფრო გამჭვირვალედ საბიუჯეტო თანხები, უფრო ეკონომიურად, უფრო მიზნობრივად. გარდა ამისა, საზოგადოებას მაკონტროლებელს ექნება კონკრეტული ინდიკატორები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება უკვე საბიუჯეტო პოლიტიკის დარგში თავრობის საქმიანობის შეფასება და გაზომვა. Გაზეთ მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს საქართველოში, ეს არის საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც თავის თავში გულისხმობს ბუნებრივია პირველ რიგში პროგრამულ დაგეგმარებაზე გადასვლას ბიუჯეტისა, ხოლო მეორეს მხრივ კონტროლის პალატაში ეფექტიანობის აუდიტის ამოქმედებას.